ახლა ვარ დიღომში ბელიაშვილზე, Lion Fitness-ში მივდივარ, თან მაქვს ფეხის დღე და ვნახოთ როგორ წავა ყველაფერი. ისე ვიდეო დამემართა რა. მიკროფონი ეხლა ჩავთ. პირველი ვარჯიში რასაც ნახავთ იყო 100 კილო, მეორე 120 და დღეს მინდა იმაზე ვილაპარაკო, თუ რა შეიძლება იყოს თქვენი დარბაზში სიარულის мотиваცია, რომელიც მთელი ცხოვრება გაგიხაჭოთ. დღეს ცოტა ჩახორდილი რო ვარ და მეზარება ვარჯიში. იდეალურად დაიმთხვა მეთქი ამას ვამბობ. წამოდგომის დროს შევნიშნე რომ ჩართული არის. ხო და მოდი ეს განმეორება გავაკეთე. ასორმოცი ავწიათ. მე როგორც მახსოვს წინაზე ჩაჯდომები ჩვენ 100 კილოთ დავიცი. მოდი 90, 100, 110 დავაკეთე. შევგერე. ხო мотиваციას რაც შეეხება. ნუ ზოგადად არ მიყვარს ეს ბრძნული გამონათქვამი, გამოხტომა და რაღაც, მაგრამ ნიჩეს აქვს ძალიან კაი ნათქვამი, გამონათქვამი. ვისაც აქვს ბიზნესკენ მიმავალი რატომ? ყოველთვის იპოვის როგორც. ანუ თუ იცი რატო აკეთებ რაღაცას და რატო გინდა რომ გააკეთო, ყოველთვის იპოვი როგორ გააკეთო რა. იგივე არის აქაც. просто ერთი მთავარი პრობლემა რაც აქვს ხოლმე დარბაზში არის რომ მათი რატომ არის ყოველთვის მოკლევადიანი. მინდა რომ 2 კილო დავიკლო. აი მინდა რომ ქორწილში მივდივარ და იქ კარგად გამოიყურებოდე. და უმეტესწილად ეუწყებენ ხოლმე გაზაფხულზე რომ აი ზაფხულში რო წავალ ზღვაზე მინდა რომ ფოტოებში ლამაზი გამიჩნდე. ყველაზე ცუდი მიზანი რაც კი შეგიძლია შენ თავს გავუკეთო, იმიტომ რომ იწვალებ ეს 2 თვე თან სტრესით, ოღონდაც ზაფხულში კარგად გამოიყურებოდე და ათაკეთებ იმას რაც არ გინდა. და საბოლოო ჯამში ზაფხულში მიხვალ, 2 ფოტოს გადაიღებ და თქვენ ახლავს მე ისე ვიგივე ტანზე ხარ, რაზეც იყავი სანამ დაიწყებდი ვარჯიშს. იმიტომ რომ სტრესის ჰორმონს აძლევ უფლებას რომ მთლიანად დაგიპყროს, როგორ თქვა რა, შიმშილობის ხარჯზე დაიკელი რამდენიმე თვით, სანამ ის სტრესის ჰორმონი ისევ მიღებულ საკვებს მუდმივად არ გადააქცევს ცხიმად, იმიტომ რომ სტრესით ხარ მთლიანად გაჯერებული, ყველა უჯრედი შენი და ბოლოს ისევ ადიხარ იმ წონაზე რა. ამიტომ შენი რატომ არ უნდა იყოს უბრალოდ მოკლევადიანი რაღაც 2-3 თვით. მაგიტომ ვეუბნები ყველას რომ დარბაზში ვერ გააგრძელებ მუდმივად ვარჯიშს, ზოგადად ვერ გექნება წესიერი ტანი, თუ შენი მიზანი არ არის თქვათ ჯანსაღი ცხოვრების შემოტანა შენ ცხოვრებაში, ან სწორად ცხოვრება, ან უბრალოდ მენტალური თუ ფიზიკური ჯანმრთელობა, ხო? პირველ რიგში რატომ უნდა იპოვოთ და თან ძალიან მნიშვნელოვანია ეს. ეგ მოგცემ საბოლოო ჯამში ხარისხს და ვარჯიში მისვლის დროს არ იქნებით უბედური. Половину сладкого все. იმას ვამბობდი რომ თუ თქვენი мотиваცია არის მოკლევადიანი, დიდხანს ეგ мотиваცია არ გაძლებს, ძალიან მალე დაკარგვათ
და შემდეგ წელს ისევ თავიდან მოგიწევთ მაგაზე მუშაობა რა. თუ თქვენი мотиваცია არის გრძელვადიანი, ცხოვრების შეცვლაზე ორიენტირებული, გრძელვადიანი იქნება და თუ ნახევარი წელი თუნდაც ესე განაგრძობთ, მე უკვე ჩვევაში გადაგივართ რომ დარბაზში არის. ამიტომ ეცადეთ რომ მიზანი არ იყოს მხოლოდ და მხოლოდ ერთი ზაფხული ან ორი ფოტო. დამიჯერეთ რომ სახლიდან გამოსვლის დროს სულ мотиваცია არ გქონდეთ. არ გაიფიქრებთ იმას რომ მოდი ახლა დავრჩები. შეიძლება გაიფიქროთ რომ მეზარება, მაგრამ მოდი ახლა დავრჩების არ გაიფიქრეთ. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. Als mowitან 140. კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ეზიზღება ფეხის დღე. თითქოს გარდაცვალებას უახლოვდები, როცა ფეხის ვარჯიშებს აკეთებ სწორი წონით. სწორ წონაში გულუცხობ კუნთი რო კვდება. მე 13-ს გავიმეორე, იმიტომ რომ წამოყვა კუნთი. მეგონა რომ ჩავიკეცებული. ახლა ამის ბოლო წონა 160 კილოს გადავიტან შემდეგი ვარჯიშის პირველ წონად. ოკეი, ნუ ალბათ მივხვდით რომ ამ ვარჯიშზე ამაზად კადრი ვერასდროს ვერ დაჯდება, მაგრამ თავარია ჩანვა. ერთი რისით მას მინდოდა არის, რომ როგორც თქვი უკვე რა, დარბაზში წასვლისთვის არ გჭირდება мотиваცია, გჭირდება მიზანი და იმის გააზრება, რომ როგორც ყვება, წყლის დალევა და ჯანსაღი ფიზიკური კავშირი ჭირდება ორგანიზმს, ისე ჭირდება ჯანსაღად ცხოვრება და აქტივობა. ეს იქნება კარდიო, იოგა, ფიტნესი თუ რა. მნიშვნელობა არ აქვს რა. უკვე დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტია. ფოთაშორისაც 5 სეტი მაქვს წვივების და თან სუპერ სეტი. მაგის მერე წვივების ზომა ძალიან გამეზარდა და თან გამოიკვეთა რა. ამდენი ხანი ვარჯიშობ და არასდროს არ ყოფილა ეს. როგორც გითხარით, პატარა კუნთია, ხშირად მოძრაობს და დატვირთვაც უნდა გქონდეს ბევრად უფრო მეტი ვიდრე სხვა კუნთებს. ხა მკერდის ვარჯიში, ან ფეხის ვარჯიში, ანუ ფეხით ესე, ან მკერდით ესე წინ და უკან რამეს ეგრე ხშირად არ ვაწვევით, მაგრამ მუდმივად დავდივართ. რა დროსაც იძაბება წვივები. ხრებს მუდმივად ვიჩეჩავთ. მაგ დროს ტრაპეცია იძაბება. ან ხელებს ვამოძრავებთ. ნუ ბიცეპსი და ტრიცეპსის მუშაობს მაგ დროს, მაგრამ წინა მხრები მუშაობს ყველაზე მეტად, ამიტომ ყველაზე მეტად ეგენი იძაბება და ამიტომ ყველაზე მეტი ვარჯიში მაგას ჭირდება რა. ამიტომ პატარა კუნთებზე სუპერ სეტები, თან არა 3, არამედ 5 მისვლა იყოს მაგალითად და ასე შემდეგ რა. მის გააზრებას კი მზარავს, რომ ამ წონას კიდევ უნდა დავამატო. ბეცია? უი არა. წეღან ხო წყალი ჩავასხი. ხო რის თქვა მინდოდა. გარწმუნებული ვარ ყველა რეცხავთ ხოლმე, მაგრამ ბოლო თვენახევარია ყოველდღე ვიღებ დღეში ორჯერ პროტეინს, იმიტომ რომ პირდაპირ კლებიდან რო გადავედი 3 კვირაში მასაზე, ამ ცოტა ჭამიდან უცებ ბევრს ვერ შევჭამდი რა. ამიტომ სანამ კუჭი შეეჩვეოდა ამ ყვებას, პროტეინს ვახმარდი რა, ზოგადად პროტეინს იშვიათად ვახმარ ხოლმე, ან ძილის წინ მაქსიმუმ რა. ხო და მუდმივად ხო ვერ გავრეცხავდი. ნუ რეცხავდი ხოლმე კვირაში ერთხელ. და ისე ძალიან ლაითად. დღეს ანუ გენერალურად ჩემმა დამაც გარეცხა, დედაჩემმაც, მე მეც გავრეცხე და ესე გემრიელად არც წყალი და არც ბეცია არ დამილოვია, თურმე ეგ პროტეინი ძალიან გამოიწვის მერეც უცვლი და გემოს რა. თურმე რა გემრიელი ყოფილა ბეცია. ბოლო მისვლა 200 კილოზე. წინათ ამ ვარჯიშით ვიწყებდი ფეხებს და
280-300-იც გამიკეთებია, მაგრამ ეხლა წიაგის და ორნაირი ჩაჯდომის მერე რო ვაკეთებ 200 კილომდე პირველად ავედი და თან მიჭირს, რომ ეხი ასე თუ ისე დაღლილია მაინც. ხო და მაგას ვამბობდი, რომ ან ცალ-ცალკე მათარა იქონიეთ, ან ხშირად გარეცხეთ ხოლმე, რომ წყალსაც და ბეციასაც გემო ჩაატანოთ და პროტეინმა არ ჩაგიშხამოთ ეგ ტკბილობები. რახან წაიღო? დაშა 16 გავაკეთე. გემრიელად ჩავწერ ახლა 16 გამეორება გავაკეთე 200 კილოზე. ალბათ ყველას გახსოვთ, რომ წინაზე ვთქვი, წინაფეხის ვარჯიშზე, რომ ჩაჯდომები და ეს ვარჯიში არის ჩემი საძულველი. დანარჩენი ვარჯიშები, რომლებზეც ვიტყვი, ვერ ვიტანმეთქი, უბრალოდ მეზარება, მაგრამ ესენი იმენა სულიერად მძულს. მხოლოდ 8 ჯერ გავიმეორე, იმიტომ რომ ფეხს ვერ ვშვი და არ გამოდის ეგრე კარგად. და თან მერე ბარზაყები უფრო მეჭირება ვიდრე თუნდულები. მეგობრებო, თქვენ ასეთ სიტუაციაში არ მოხვდებით. იმიტომ რომ ეს დარბაზში თან ორში. მე ბოლო 3 კვირა ერთ და იგივე დარბაზში არ ყოფილიო. მაგის პლუსი ის არის, რომ ახალ-ახალი ექსპერიენსები მაქვს, მაგრამ თან მინუსი ის არის, რომ ყველა ტრენაჟორი სხვადასხვა წონაზე კეთდება და წონები სხვადასხვანაირად მოდის, მაგრამ თავარია კუნთის დატვირთვა იგივენაირი. ჩაჯდომების დროსაც რაღაც უკარომადებს ზურგზე. რამდენიმეჯერ მკითხეს, რომ ეს რა გინდა ისე გავაკეთებოდა. სულიერ მესმის, იყო მომენტები, როცა ეგრე ვაკეთებდი, უბრალოდ 80 კილოზე მეც რო ვაკეთებ 90, 100, 120, 110 მიუჯდება რა ეს ნაწილები. და მტკივა მერე და რატო? აი ახლაც ეს რო არ დავახმარე, ეს მეგონა ზურგისთვის იყო და უკვე მეწვის ეს ადგილები და რატო უნდა დამიმიჯდეს და მოწოდეს, როცა შემიძლია რომ უფრო კომფორტულად გავაკეთო რა. ამ დარბაზს სხვათაშორის სისუფთავოს ვერ დავიწინებ, ძალიან კარგი დარბაზია. ტრენაჟერებს ვერ დავიწინებ. ეწერა რომ ძველი არის და ასე შემდეგ, მაგრამ თვითონ ისეთ ტრენაჟერები არის. ფაქტურად 95% ტკინაა რა. დასაჯდომების გარდა. ეგ არ ძველდება ფიზიკურად. ისეთი ტრენაჟერები არის, აი ბოდიბილდერებმა რომ დაივალუშონ, იმიტომ მომწონს. ეხლა არის 11.5 და ხალხი ძალიან ბევრია მაინც. გვიანობამდე არიან და იმიტომ. სხვა დარბაზებში ამ დროს უკვე ფაქტურად რამდენიმე კაცი ვიყავით დარჩენილი. მე და ამ ტრენაჟორმა ვერ გავუკეთ. იმიტომ რომ წონას დაუკელი სტანდარტულთან შედარებით 15 კილოთი უფრო ნაკლებია, მაგრამ 8-ზე მეტი მაინც ვერ გავიმეორე ფეხების არასწორი მდგომარეობისგან. ხომობლებს დღეს არ აუხსნე ვიტამინებს, რომელსაც რა დანიშნულება აქვს და ასე შემდგომ, მაგრამ ზოგადად წარმოგვიდგენა რომ გქონდეს რატო არის მნიშვნელოვანი ვიტამინი. ვიტამინები არიან კატალიზატორები, ანუ ხელს უწყობენ ენერგიის გამომუშავებას და ასევე იმ ნივთიერებების დაშლას, რომელსაც საკვების დაშლას და ენერგიის გამომუშავებას რა. შეიძლება მათი რაოდენობა დღიურად ძალიან მცირეა, რაც ჭირდება, მაგრამ არარსებობა იწვევს ძალიან ბევრ პრობლემას. და ასევე ზედმეტი რაოდენობით მიღება. ორი სახის ვიტამინი არსებობს, ესენი არის წყალში ხსნადი და ცხიმში ხსნადი. წყალში ხსნადი ვიტამინები არის B და C და მათი დიდი რაოდენობით მიღება იდეაში პრობლემა არ არის, იმიტომ რომ თუ მივიღებ თქვა დიდი რაოდენობით, შრადის სახით გამოიყოფა ორგანიზმიდან, მაგრამ ცხიმში ხსნადი ვიტამინების მიღება არც ისე სასურველია და ესენი არის A ვიტამინი, D ვიტამინი, E ვიტამინი და C ვიტამინი. მოკლედ მარტივად ვავხსნათ, ყველაფერი თუ წავიდეს იმ სიჩქარით, იმ თანმიმდევრობით, როგორიცაც უნდა წავიდეს, ვიტამინები და მინერალები არის აუცილებელი. აქედან გამომდინარე, ვარჯიშამდე და ვარჯიშის მერე, ამ სამთვიანი კურსების მერე,
იცადეთ ხოლმე რომ ყოველთვის აიღოთ ხოლმე ეს ანალიზები და ვიტამინების რაოდენობა გაიგოთ ორგანიზმში, იმიტომ რომ თუ რომელიმე ნაკლებობით გაქვთ, არის ძალიან დიდი პრობლემა. და ვარჯიშის დროს უფრო მეტი რაოდენობით გჭირდება ვიტამინი, ვიდრე ზოგადად, როცა არ ვარჯიშობ. ხო და ამ ვარჯიშს რაც შეეხება, იდეაში ფეხის აწევის დროს არაფერი არ არის პრობლემა, მაგრამ დაწევის დროს უნდა იცადოთ რომ დაწევთ უფრო ნელა, რომ კუნთი უფრო დაიჭიმოს რა. მე მაგალითად C ვიტამინს სულ ვიღებ, არ მაქვს ხოლმე C ვიტამინზე ვარჯიში არ ვარჯიშის მომენტი. მაგარი დაბრედილი ვარ. წინაზე ზედმეტად კმაყოფილი ვიყავი ფეხის დღით და ახლა ზედმეტად უკმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ვერ ვაკეთებ მე როგორც მინდა ის. სულ რამდენიმე ვარჯიში დავხვა. დიდად კმაყოფილი არ ვარ დღევანდელი დღით, იმიტომ რომ ისე არ ვივარჯიშე როგორც მე მინდოდა. მაგრამ დარბაზით კმაყოფილი ვარ, მომეწონა. ყველა არაწერია, მართლა პროფესიონალური არის, ტრენაჟორები არის, რომლებიც ყველგან არ გვხვდება. სისუფთავეა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია რა. დიაში ფეხის დღეა და ჩაჯდომების გარდა ყველა გავაკეთე ისეთ ტრენაჟორზე, რომელიც ანუ თავის ავტომატურად გაკეთებინებს ყველაფერს რა. ამიტომ თითქმის არც ერთი ვარჯიში არ ამიხსნია. ეცადეთ ხოლმე რომ წონები არ იყოს 400 და 700 კილო, ანუ ჯობია იყოს 200 კილო, მაგრამ სულ ნეგატიური ფაზით. ნეგატიური ფაზა რა არის? მარტივად რო აღიხსნათ რა, როდესაც კუნთი მოჭიმულია და ნელ-ნელა ვუშვებთ. მარტივად რო აღხსნათ პრედის ვარჯიშებზე, როდესაც განტელებს მოვჭიმავთ, ხელებს გავშლით და კუნთი არის ძალიან დაჭიმული, ნელ-ნელა რო დაუშვათ. მაგრამ ბიცეპსის დროს მოჭიმული მდგომარეობა არის უშუალოდ როცა მოხრილი. ანუ კუნთს რომ მოვჭიმავთ, დასვენების მდგომარეობამდე უფრო ნელა რომ მივიდეს რა და ფეხის ვარჯიშზე ჩემი რჩევა იქნება, რომ ნეგატიური ვარჯიშები უფრო მეტი გააკეთოთ, იქიდან გამომდინარე, რომ უფრო მეტად დაიფანტება და უფრო მეტად გაიზრდება. აი მაგალითად ეხლა ნელა გავშლი. შქარა მოვხრი, მაგრამ ნელა გავშლი. რასაც უფრო მეტი სტრესი მიაქვს კუნთისთვის. და ეხლა მაგალითად უკვე მეოთხე გამეორების მერე მიჭირს. რა თქმა უნდა, ამის დროს წონები უფრო ნაკლები უნდა გავაკეთოთ და მე რო არ დამეპატარავებია. იმიტომ მიჭირს მეოთხე გამეორების მერე ნეგატიური ფაზის გამოყენებით ვარჯიშს უფრო კარგი შედეგი მოაქვს. ხო და უკვე ყველგან ვთქვი. მაგრამ კიდევ გამიმეორებ. თუ რაიმე კითხვა გექნებათ ნებისმიერ ტერმინზე ან რამე მსგავს შეგიძლიათ დამეწეროთ კომენტარებში. არ აქვს მნიშვნელობა რომელი სოციალური ქსელის. თუ მე ამომწურავი პასუხი მაქვს, მოვიძიებ, მოვიკვლევ და ისე გაგცემთ პასუხს. ვცდილობ ხოლმე რომ მაქსიმალურად მარტივი სიტყვებით ავხსნა და ამასაც ვეძებ ხოლმე როგორ შეიძლება ავხსნა მარტივი სიტყვებით. და არ ავხსნა ისე რომ ვინც კარგად არის გათვითცნობიერებული დარბაზში, ყოვლის თქმა ადამიანებმა გაიგო. ეს ვარჯიშები იმედებს არასდროს არ მოსჭირებენ, იმიტომ რომ ეს კუნთი ყოველთვის მეჭირდება.
მაგრად მოაქვს წვივები და არ ვიცი რატო, ანუ არასდროს არ მქონია კარგი წვივები და ზოგადად 1 საათში ვეტევი ხოლმე ვარჯიშზე და ეს ცოტა გამეწევა. საათ ნახევრამდეა ვარც ვარჯიშობ, რაც არ მომწონს. ალბათ ნახავთ რომ აქაც დაყოფილად ჯერ ნახევარწო, მერე დანარჩენს რომ უფრო მეტად დაიფანფოს კუნთი და მერე კიდე ჩემი წონით ვაკეთებ იმდენივე გამეორებას. დავუმატეთ პატარა ლამაზი 5 კილო, რომელიც თითქოს არაფერია, მაგრამ ვახში გრძნობ როგორ მასკდება წვივები ფეხზე. ძალიან მაგარი შეგრძნებაა. დღევანდელი დღით აქამდე უკმაყოფილო ვიყავი, მაგრამ ეს ძალიან კარგად ვივარჯიშე. ამიტომ კმაყოფილების ინდექსმა მოიმატა და ნორმალურ დღეს შეიძლება ჩაითვალოს. არ ვიცი რამდენად კარგად ჩანს, მაგრამ აი ახლა ისეთი დაფანფულია, რომ გონია რომ შემომასკდება. გადავიდეთ ტრაპეციაზე და ეგ არის. როგორც წინაზე ვთქვი, ცოტა დიაგონალურად მიგვაქვს და ეგ არის. ეს ერთი მისულაც და მოვჭით. დავსუბსკრაიბოთ არხი. დავწერთ კომენტარები. დავლაიქოთ ვიდეო. და შემდეგისთვის რა გვინდა რომ ვნახოთ, ან რაზე გვინდა რომ პასუხი მივიღოთ, დაწერეთ. სულ ეს იყო დღეისთვის. მადლობა რომ მიყურეთ.